ლეგენდარული ავტომობილი, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვად მოდელად რჩება. დღეს ჩვენ Toyota Corolla-ზე ვისაუბრებთ. თავიდანვე ის საკმაოდ გაყიდვადი ავტომობილი იყო. დღესდღეობით კი ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად ითვლება. და რატომ არის Corolla ესეთი პოპულარული? დღეს ვეცდებით ამ კითხვას პასუხი გავცეთ. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, Corolla არც ერთ თაობაში არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით. მხოლოდ 2019 წლიდან ახალ მოდელებთან ერთად მოხდა შედარებით Corolla-ს გალამაზება. ძირითადად ეს წინა LED ფარების და აგრესიული ბამპერის დამსახურებაა. 2019 წლის ბოლოდან გალამაზდა სალონის დიზაინიც. ბევრად დახვეწილი გახდა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ გამოყენებული მასალები ისევ დაბალი ხარისხის დარჩა. Corolla-ს არც ერთ თაობაში მისი ინტერიერი არ იყო ლამაზი და მაღალი ხარისხის მასალებით აწყობილი. აქ საშუალო ხარისხის მასალებიც კი არ ყოფილა გამოყენებული. დიზაინი თითქოს 90-იანი წლების ავტომობილებისას გავს. ხმის იზოლაცია კი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდი აქვს. რასაც ნამდვილად ვერ დავუწუნებთ Corolla-ს, ეს მისი სავალი ნაწილია. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განძლე სავალი ნაწილის მქონე ავტომობილი, რაც დღესდღეობით იწარმოება. ქარხნული ნაწილები აქ 200,000 კილომეტრამდე იშვიათად უგამოდის მწყობრიდან. ისინი უძლებს ნებისმიერი სირთულის გზებს და უპრობლემოდ ემსახურება მის მფლობელს. რასაც ნამდვილად ვერ შევუქებთ ამ ავტომობილს, ეს კონდიციონერია. Corolla-ს ყველაზე სუსტი წერტილი და გავრცელებული პრობლემა ეს მისი გაგრილების სისტემაა. ის შეიძლება ძალიან პატარა გარბენზეც კი გამოვიდეს მწყობრიდან და თქვენ კონდიციონერის გარეშე დარჩეთ. გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნებით Corolla ნამდვილად არ გამოირჩევა. 2013-დან 2019 წლამდე ის გამოდიოდა 6-სიჩქარიანი მექანიკით, 6-სიჩქარიანი ავტომატიკით და ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფებით. მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ბევრი საუბარი არ სჭირდება. ის საოცრად გამძლეა და უპრობლემოდ გადის 500,000-ზე მეტს. გამძლეობით არც i-Sinis 6-სიჩქარიანი ავტომატიკა ჩამოუვარდება. სწორი ექსპლუატაციის პირობებში ისიც უპრობლემოდ გაივლის 500,000-ს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ავტომატური გადაცემათა კოლოფის შეხვდება წყვილში მხოლოდ 1.4 ტურბო დიზელის ძრავთან ევროპულ ვერსიებში. Corolla-ს ყველაზე გავრცელებული გადაცემათა კოლოფი კი ეს Toyota-ს მიერ შექმნილი ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფია. ის შეხვდება ყველა ბენზინის ძრავთან წყვილში. ამ ვარიატორის პირველი ვერსიები ვერ უძლებდნენ დატვირთვას. უხეში ექსპლუატაციის პირობებში ის შეიძლება უკვე 150,000 კილომეტრზე გამოსულიყო მწყობრიდან. თუმცა თუ მას გაუფრთხილდებით და ზედსდროულად შეცვლით, მისი საშუალო რესურსი 250-დან 300,000 კილომეტრამდე იქნება. 2016 წლიდან მოხდა ამ გადაცემათა კოლოფების განახლება და გაუმჯობესება. კიდევ ერთი განახლება 2019 წლიდან Corolla-ს ახალ მოდელებთან ერთად მოხდა. Toyota-ში მოახერხეს და იდეალურობამდე დაიყვანეს ეს ვარიატორი. მისი რესურსი 500,000-მდე გაიზარდა და მდგრადი გახდა უხეში ექსპლუატაციის მიმართ. ბევრს ასევე ეშლება Corolla-ს ვარიატორი და Toyota-ს ჰიბრიდული ვერსიების ვარიატორი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გადაცემათა კოლოფი ვარიატორის ტიპისა, ეს ორი სრულიად სხვადასხვა გადაცემათა კოლოფია. ვარიატორი, რომელსაც Toyota მის ჰიბრიდულ ავტომობილებში იყენებს, ბევრად გამძლეა ვიდრე Corolla-ს ვარიატორი. თუმცა ალბათ დამეთანხმებით 300,000 კილომეტრი არც ისე ცუდი რესურსია. ძრავებზე დიდხანს არ ვისაუბრებთ, რადგან მიუხედავად სხვადასხვა კუბატურისა, Corolla-ს რეალურად ერთი ძრავი აქვს. ევროპისთვის იწარმოება Corolla 1.6 ატმოსფერული ძრავით. ამერიკისთვის კი 1.8 ატმოსფერული ძრავით.
2019 წლის ბოლოდან კი ამერიკაში დაამატეს 2-0 ასევე ატმოსფერული ძრავი. რეალურად სამივე ეს ძრავი ერთი და იგივეა და ისინი მხოლოდ კუბატურით და ცხენის ძალებით განსხვავდებიან. მათი წვაც კი თითქმის იდენტურია და შეადგენს ქალაქში 8-დან 10 ლიტრამდე. ამ ძრავს აქვს ერთი თავისებურება. მისი რესურსის ამოწურვამდე ის თქვენ არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით და ერთგულად მოგემსახურებათ. აქ ძრავის შეჭრის რესურსი 300,000 კილომეტრს შეადგენს, ხოლო თუ თქვენ მას დროულად არ შეცვლით, ეს ძრავი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. ეს ძრავი ერთი და იგივეა როგორც 2013 წლიან, ასევე 2025 წლიან კოროლებშიც. შეტანილი იქნა მხოლოდ სიმძლავრის მოსამატებელი ცვლილებები. ჰიბრიდებში საქმე ბევრად უკეთესადაა. მართალია, აქაც იგივე 1.8 ძრავი გაქვთ, რაც ჩვეულებრივ კოროლაში, თუმცა ჰიბრიდისთვის ის ცოტათი დაამუშავეს და ელექტროძრავის დამატებით ამ დამუშავებით კი ამ ძრავის რესურსი გაორმაგდა. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ აქ გაქვთ ჰიბრიდის უკვდავი ვარიატორი. თითქოს იდეალური კომბინაცია და ყველა უნდა გავრბოდეთ ჰიბრიდული კოროლას აღებლად. მაგრამ აქაც Toyota მინუსი მაინც დაგვიტოვა. საქმე იმაშია, რომ კოროლას ჰიბრიდი გამოდის 2019 წლის ბოლოდან. მაშინ, როდესაც ყველა ავტომწარმოებელი თავიანთ ჰიბრიდებში 2010 წლიდან უკვე ლითიუმის ელემენტებს იყენებდნენ, Toyota-ში რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ახალი 2019 წლის კოროლაში იგივე Panasonic-ის ელემენტები ჩაეყენებინათ, რასაც აქამდე აყენებდნენ თავიანთ ჰიბრიდებში და ყოველთვის პრობლემური იყო. მათ გამოიყენეს ზუსტად იგივე ელემენტები, რასაც 2006 წელს იყენებდნენ. მათ უბრალოდ მათი რაოდენობა გაზარდეს, რითაც რესურსის გაზრდა ვერა, მაგრამ იდეალური საწვავის მოხმარება კი ნამდვილად მიიღეს. ჰიბრიდული კოროლას წვა ქალაქში 5 ლიტრს შეადგენს. კოროლას ლითიუმის ელემენტებზე ვერსია მხოლოდ 2022 წლიდან გამოვიდა, ისიც შეზღუდული რაოდენობით. კოროლას ისევე როგორც Toyota-s ყველა ავტომობილი იწარმოება ორი ვერსიით, ლითიუმით და ჩვეულებრივი ელემენტებით. თუმცა სამწუხაროდ, კოროლაში ლითიუმის ელემენტებზე მომუშავე ვერსია სხვებთან შედარებით ძალიან ცოტაა. მოდით გავაკეთოთ დასკვნა. თუ თქვენ გიწევთ ხშირი მოძრაობა და ეძებთ ავტომობილს უბრალოდ გადასაადგილებლად, მაშინ Corolla შესანიშნავი არჩევანია. TL Group უწევს რეკომენდაციას Toyota Corolla-ს 2019 წლის ბოლოდან ნებისმიერი ძრავით, ხოლო ჰიბრიდულ ვერსიებში მხოლოდ 2022 წლიდან ლითიუმის ელემენტებით. ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group წერტილი-G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი. ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთს მითითებულ ნომერზე. თქვენ სამი ავტომობილის შემოწმება გექნებათ სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია. ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით.
ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group